არავის აქვს უფლება დაემუქროს სამეგრელოს სირიის სცენარით. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სათბურის დათვალიერების შემდეგ გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით ოპოზიციური პოლიტიკური დაჯგუფება ერთი კონკრეტული სახელმწიფოს გეგმებს ახმოვანებს და ეს ყველასთვის თვალშისაცემია. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ისინი ვერაცნობიერებენ, რომ ახლა 2012 წელია და არა 1992 წელი, როდესაც სამეგრელოში მხედრიონი დათარეშობდა. ერთ-ერთმა რადიკალური პოლიტიკური ფრთის წარმომადგენელმა რაღაც ერთ-ერთი განცხადება გააკეთა სამეგრელოსთან დაკავშირებით. მე ჩვენ ვცდილობენ რომ ჩაგვაწვიოს საარჩევნო კამპანიაში. და ისინი ფიქრობენ რომ სკამებზე და მე ვფიქრობ ამ სათბურებზე, საწარმოებზე, ახალ კურორტებზე, ახალ ქალაქებზე, ახალ სამუშაო ადგილებზე, ერთსიდრით ახალ სკოლებზე, ახალ უნივერსიტეტებზე, ერთსიდრით მართლა რო პერსპექტივა გაჩნდეს, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ამბიცია. და არა ის, რომელსაც სკამზე გადაგვიდება, ჩემი ჩათვლით, შემდგომი წლის განმავლობაში. ისინი არიან ობსესირებული სკამები, ну კარგი გავიგეთ ეს არავისთვის გასაგები არ არის. ამიტომ ამაზე მე რეაგირებას არ ვახდენ, რაც კამპანიაც უნდა ატარო კანონის პარაგრაფში. ვერტმა ხელი მოუწოდა. მაგრამ ახლა ეს ნოტები გააჟღერეს რა, რომ და დაემუქრენ სამეგრელოს სირიის სცენარით, ხომსის სცენარით, ესე იგი მინდა გადავთარგმნო რას ნიშნავს ეს, ათასობით ადამიანის სვერფლით, ასეულობით და ათასობით შენობის დანგრევით და ქალაქების მიწასთან გასწორებით, მუცელ გამოფატრული ქალებით, თავმოჭრილი ბავშვებით, ერთდროულად კატასტროფა. მე მინდა უბრალოდ ყველას გავახსენო, რომ ახლა არის 2012 წელი და არა 1992 წელი. ეთქობა ვიღაცება საერთოდ თქვა ვერ ისწავლეს და რაღაცა 1% არ ვიცი ამ პოლიტიკურის რაღაცა არ ვიცი პოლიტიკოსების მოგვია მაგათ არ ვიცი. გამოცვლა არის სრულიად როგორც ჩანს შეუძლებელი. ხოლო კიდევ უფრო გაუარესება. 2012-ია და არა 1992. მხედრიონის თარეშმა ვერ აღებია სამეგრელოს საზოგადოებას ხელი ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას და მე კარგად ვნახავ, ჩემი თვალით ვნახე 2008 წელს, როგორი ღირსებით თავაწეული შეხვდნენ იქაური ადამიანები რუსების ოკუპანტებს. როგორ ეჭირათ თავი. იმ ხალხს ნურაფრით ნოემუქრებ ძალიან. სამეგრელოს ზემოსავლეთით ეს არის რეგიონი, სადაც არის წარმოუდგენლად მაგარი პროექტები ჩვენი ძელვადიანი მომავლისთვის. ეს არის საპორტო ინფრასტრუქტურა, ფოთის პორტის გაფართოება, ფოთის აეროპორტი, ლაზიკა, ყულევი, ანაკლია, ზუგდიდის აღორძინება, შემდეგ მესტია, თეთნულდი, ხაწვალი, მომავალში ეწერი, უშგულის უკეთესად მოწყობა, სხვა ადგილების სოფლის მეურნეობის განვითარება, დაჩქარებული რკინიგზა, ავტობანი, თანამედროვე საავადმყოფოები და სკოლები. ერთ სიტყვით, ის რითაც ყველანი ვამაყობთ და ვიამაყებთ მომავალში განსაკუთრებით. ასე რომ ყველანაირი მუქარა ამ ადამიანების მიმართ უბრალოდ ძალიან დიდი უზნეობა, თუმცა ძალიან კარგად ეხმაურება ერთი კონკრეტული ქვეყნის გეგმებს და მე მინდა უბრალოდ ყველას რადგან ვილაპარაკე, მაგრამ მანამ სანამ კარგად გამოირეცხეთ პირი, სანამ ახსენებდეთ სამეგრელოს და ზოგადად ქართულ ხალხს. და დაანებით თავი ასეთ თემებთან თამაშსაც კი თქვენ ფანტაზიაში. და თუ აზრად გაქვთ, თქვენ თუ შეიძლება. ჩვენ დაგვაცადეთ შენება და ადამიანებს დააცადეთ ცხოვრება.